TV11 ფესტივალი რესტორაცია დივანი და ჩაის ქართული ბრენდი გურიელი წარმოგიდგენთ. ორი წლის წინ დაახლოებით ამ დროს ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში მოხდის შანდუნში. შანდუნი ჩინეთის აღმოსავლეთით მდებარეობს და მას ყვითელი ზღვა აკრავს. შანდუნი ნაცნობი რო გახდეს თქვენთვის, ცნობილია იმით, რომ აქ დაიბადა ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი ბრძენკაცი კონფუცი. შანდუნის ლუდი არის საუკეთესო ჩინეთში ცინდაო, რომელიც მე-19 საუკუნეში გერმანელებმა დაიწყეს იქ წარმოება ამ ლუდის და შანდუნი ძალიან ცნობილია თავისი წმინდა მთით, რომელსაც ქვია ტაიშანი. ჩინური 5 წმინდა მთიდან ტაიშანი უმთავრესია, აღმოსავლეთის მთა არის. და ტიანშანში არ უნდა აგერიოთ, ტიანშანი ყირგიზეთსა და ჩინეთის დასავლეთში მდებარეობს, ეს კიდე წყნარი ოკეანის ნაპირებზე და ყვითელ ზღვასთან. ეს მთა ცნობილია იმით, რომ მასზე თითქმის ყველა იმპერატორი არის ასული. ასევე ცნობილია იმით, რომ ამ მთას ძირიდან მწვერვალამდე მიუყვება 7000 საფეხურიანი ხელით ნაკეთები კიბე. მიწის ჭიშკრიდან ზეცის ჭიშკრამდე, ასე ეძახიან. ფაქტიურად ეს არის კიბე ზეცისკენ. ეს მთა სიმაღლით 1546 მეტრია და ძალიან მიუვალი კლდოვანი უღრან ტყეში ესეთი მასივია. თბილისელი ვარ მე და თლად სწორად ვერ წარმოვიდგინე. მე მეგონა ჩვენ თაწმინდაზე ერთი 2-ჯერ, 3-ჯერ უფრო მაღალი იქნება მეთქი. აღმოჩნდა რომ უზარმაზარი მასივია, ფრიალო კლდეებით და ეს კიბე საერთოდ წარმოუდგენელი რამ იყო. შანხაიდან ტაიშანისკენ მოგზაურობისას G-Train-ით 300 თუ რაღაცა კილომეტრით მიდის. ვფიქრობდი და მიკვირდა რომ რატო აშენებენ ჩინელები, დაოსისტები თუ ბუდისტები ამ თავიანთ მონასტრებს, სალოცავებს მიუვალ ძალიან ძნელ ადგილებში. ბევრგან არის ეს ჩინეთში. ლამაზ ადგილას კი არ დგას მარტო. არამედ საერთოდ მიუვალე წარმოუდგენელია იქ ან როგორ აიტანეს, ან რა საჭმევდნენ იმ ხალხს, ან წყალი როგორ აქონდათ თუ ჩამოქონდათ. აღმოჩნდა რომ ამის პასუხი არის ჩინურ დამწერლობაში. რახან ჩინურ მითოსში და ჩინურ აღქმაში ბუნება საკრალური სივრცეა, რომელიც თან მონაწილეობს ადამიანების ცხოვრებაში. ჩინელები თვლიან, რომ ადამიანი მიწიერია, ხოლო მთები ზეციურნი არიან და მათ შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. მაგრამ თუ ადამიანი მთის ათვისებას დაიწყებს, ანუ ნელ-ნელა 1000 წლეულების განმავლობაში კიბეს გააკეთებს, ჯერ ერთ სალოცავს, მერე მეორე წყაროს, მერე მესამე მონასტერს, ნელ-ნელა მასში ბუნება, ანუ მთა შემოვა, ხოლო მთა მისი ზემოქმედებით და ამ ტიტანური ძალისხმევით გაადამიანურდება. ანუ მოხდება ჰარმონიზაცია ამ ორი ძალიან განსხვავებული სივრცის, მიწერი ადამიანის და ზეციური მთის. ჩინური სიტყვა უკვდავება, რომელიც ამავე დროს წმინდანს, უკვდავი, წმინდანს ნიშნავს განათლებულს, გასხივოსნებულს, იწერება იეროგლიფით, რომელიც ორი ნიშნისგან შედგება. პირველი ნიშანი არის ადამიანი და მეორე ნიშანი არის მთა. ანუ მთისა და ადამიანის ურთიერთქმედება აღმოჩნდა ჩინურ აღქმაში. არის ზუსტად ის გზა, რომელიც უკვდავებისკენ, წმინდანობისკენ, გასხივოსნებისკენ წაიყვანს ადამიანს. ალბათ ამიტომაც ააშენეს ეს კიბე, რომელზეც უხსოვარი დროიდან პირველი მონასტრები, უძველესი მონასტრები ქვევით არის და უახლესები ზევით მწვერვალზე. დაახლოებით 2500 წლის არის და შემდეგ ეს ნელ-ნელა ახალგაზრდავდება. კიბეზე მოძრაობისას დასაწყისში ადვილია, ძალიან ლამაზია, თან ეს პარკი, ნაციონალური პარკი მიმოფენილი არის პეტროგლიფებით, კლდეზე წარწერებით, ულამაზესი კალიგრაფიით, ზოგი ქრისტეს შობამდეა, ზოგი ქრისტეს შემდეგ ძალიან ძველ საუკუნეებში. მიდიხარ
და 2 საათის, 3 საათის შემდეგ ზესulis. შემდეგ ხვდები, რომ ის აღარა ხარ, ვინც იყავი. ძალიან დაღლილი ხარ, კანცი გაწყვეტილი. სუნთქვა არის მთავარი მიზანი, შენი რომ რამენაირად ამოისუნთქო, დათვალო ეს კიბეები. უკან მიბრუნება არ გინდა, იმიტომ რომ არც ჩანს საიდან ამოხვედი. და გირჩევნია რომ იქნებ წინ ან გაივაკოს, ან მალე ავიდე. მივხვდი, რატო ადიოდნენ ეს იმპერატორები. ავმაენებმა ჩინელებმა მითხრეს, რომ ყველა ვერ ავიდო. იმ 72-დან დაახლოებით 6 ასული ბოლომდე. იმპერატორები როგორც ჩანს ლოიალობის საჩვენებლად ადიოდნენ თავისით, ეწამებოდნენ ძალიან ძნელია იქ ასვლა, ვერც დაცვა მოგეხმარება და იმიტომ ისიც დაღლილია, ისიც კიბეზე მოძრაობს. ამით ლოიალობას აჩვენებდნენ, რომ თვითონაც ადამიანია და შემდეგ ვინ თუ მეაღწევდა მწვერვალს ეზიარებოდნენ ზეციურს და ამით ფაქტიურად ლეგიტიმაცია ხდებოდა მათი ძალაუფლების. 4 თუ 5 საათი მოძრაობის შემდეგ მივედი შუაწელამდე, დაახლოებით 900-1000 მეტრის სიმაღლეზე. საღამო იყო, აცივდა უკვე, ვერ გავთვალე რა თქმა უნდა ესეც. და ერთი სურვილი მაქვს, რომ ცოტა ამოვისუნთქო, დავისვენო, წყალი დავლიო და გადავწყვიტო, გავაგრძელო თუ არა, იმიტომ რომ ღამდება და ცივა უკვე. და სურპრიზი დამხვდა, რომელიც ამავე დროს სტუნებაც აღმოჩნდა. ახალი თანამედროვე საბაგირო გზა ამ შუაწელზე, ულამაზესი გონდოლები, თუ გინდა გადაიხდე ფულს და შენს მიზანს მწვერვალზე ასვლას 7-10 წუთში შეისრულებ. თან ზემოდანაც დახედავ ამ წარმოუდგენელ სილამაზეს. მაგრამ მეორეს მხრივ მე მაგით ხარ წამოსვარ. მე მინდოდა მწვერვალამდე გზა გამევლო. ამიტომ დამენანა ის წვალება 4-5 საათიანი ის შეგრძნებების, ემოციების, ფიქრები, რომელიც ამ კიბეზე წარმოუდგენელი სიარულის დროს დამეუფლა, თან გამახსენდა მსგავსი სიტუაცია, რომელიც ალბათ ჩვენ 90-იან წლებში აღმოჩნდით, როდესაც გზის გასაყარზე მოხვდით, იმ ცუდ დროს, აი წყვეტის და ჩავარდნის შემდეგ, უცბად აღმოჩნდა, რომ გითხრეს, რომ всё, ახალი ცხოვრება დაიწყო. ეხლა ჩვენ უნდა გავხდეთ სხვანაირები, სხვა წესები მივიღოთ, გავხდეთ პრაგმატულები, დავისახოთ მიზნები და მივაღწიოთ ამ მიზნებს. მაგრამ იმ ცხოვრებას რა უყოთ, რომელიც გავლილი გვაქვს, იმ გამოცდილებას, იმ ცოდნას, იმ ემოციებს, შეგრძნებებს, რომელიც განვლილი ცხოვრების დროს დაგვიგროვდა. და მაშინ ჩავთვალე, რომ მწვერვალზე მოხვედრა არ შეიძლება იყოს მიზანი, მიზანი შეიძლება იყოს მწვერვალზე მიმავალი გზის გავლა. შენით გავლა და გადავწყვიტე, რომ აი ამ დარჩენილი გზის გავლა მწვერვალამდე მომავლისთვის გადამეტო. და ბოლოს გზაზე სიარულისას ყველას ურჩევ, რომ ჩანთას ნუწაილებთ. გზის დასაწყისში ჩანთა, რომელიც მეკიდა უსასრულო კიბეებზე, მეგონა, რომ ძალიან საჭირო და აუცილებელი ნივთებით ჰქონდა სავსე. გზის შუაწელზე დააღლილი, გათანგული, ცოტა შეცვლილი, მივხვდი, რომ ეს იყო ეს სრულიად ზედმეტი ბარგი და წარმოუდგენელი სიმძიმე, რომელიც არაფერ შეამჭირდებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები ვიცით, გვაქვს, დაგვაქვს. და მე როცა გაივლი, როცა ნამდვილად გაივლი გზას შენით, შენ თავზე იგზნობ ყველაფერს, აღმოჩნდება, რომ ეს პირობითია. არ არის აუცილებელი. სულ ეს არის.